პატარა ბიჭი, დიდი მუსიკალური ნაბიჯებით. ნაბიჯები, რომლებიც მამის კვალს მიხვება. წლების წინ მუსიკასთან მხოლოდ მამის მიერ მოყოლილი ისტორიები აკავშირებდა. სცენა, პარტიტურები, საკრავები და სცენის მიღმა დარჩენილი ემოციები. თუმცა ახლა საკუთარ მუსიკალურ თავგადასავალს თავად ქმნის. ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე, სანამ ვიქტორ დოლიძის ოპერის ქეთო და კოტეს რეპეტიცია დაიწყება. პარტიას ტრადიციულად გონებაში იმეორებს. ეს რამაზ სინაურიძეა ქუთაისიდან, რომელიც ქართული მუსიკის ისტორიაში ყველაზე პატარა 15 წლის ორკესტრანტია. როდესაც შემომთავაზეს ამ ქეთო და კოტეს ოპერის დაკვრა, ალბათ აღფრთოვანებული ვიყავი ძალიან, რადგან ეს შანსი არ უნდა გამომეტოვებია და რა თქმა უნდა მეც დავჯექი ამდენ ხალხში, ამ პროფესიონალ ხალხთან ერთად და დიდი პასუხისმგებლობაა, რომ აი ამდენ პროფესიონალ ხალხთან უკრავს 15 წლის ბავშვი, რომელმაც ეს ინსტრუმენტი დაიკავა დაახლოებით 2 წელია. და რავი, ალბათ ძალიან გასახარებელი ამბავი იყო ჯერ ჩემთვის, რომ ასე დამაფასეს. ნერვიულობა არ იყო ისეზე, რადგან როდესაც გიყვარ შენი საქმე, ნერვიულობა უნდა გადავდო გვერდით და უნდა მიხედო შენ საქმეს პროფესიონალურად. მუსიკალურ სივრცეში გაზრდილს დაუჯერებელიც იქნებოდა, რომ მუსიკის მიმართ ინტერესი არ გასჩენოდა. ეს ასეც მოხდა. საკუთარი თავის ძიებას სხვა სფეროშიც მოსინჯა, თუმცა ახლა ზუსტად იცის, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან განცდებს, ფიქრებსა და ემოციებს ყველაზე კარგად მუსიკით გადამოსცემს. მამაჩემი გახლავთ მუსიკოსი, კლარნეტზე, საქსაფონზე და ასწავლის მუსიკალურში ისიც და პირველად შემომთავაზა კლარნეტს და მეც დავთანხმდი, ვიარე 3 წელი და ბევრ წარმატებებს მიაღწია და შემდეგ გამოჩნდა ჰობოი. იყიდებოდა და ჩვენ შევიძინეთ ეს და შემდეგ მალხაზი მასწავლებელი, რომელიც კლარნეტზე მასწავლის, შემომთავაზა, რომ გადავიდეთ ამ ჰობოიზე, რადგან დეფიციტური ინსტრუმენტია და არავინ არ უკრავდა ქუთაისში და მე შანსი არ გამოვტოვა. და რა თქმა უნდა, გადავედი ამ ინსტრუმენტზე და რავი, წინსვლები მაქვს. პატარა ორკესტრანტისთვის მუსიკა ყველგანაა, გონებასა თუ გარემოში. ეძებს ყველგან და ფიქრობს, რომ ეს ის ერთადერთი რამ არის, რაც მის ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის. საუბრის დროს მთავარი ოცნებაც გაგვანდო. ჩემი მიზანია, რომ გავხდე ცნობილი და ალბათ გავავრცელო ეს ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, მე მასწავლებლებასაც დავიწყებ და ქალაქს რა თქმა უნდა აკლია ეს ინსტრუმენტი და უნდა იყოს ახალი თაობა. რომ ასე ოპერას არ მოაგდეს და რა თქმა უნდა ქალაქს. გამოცდილ მუსიკოსებთან ერთ სცენაზე ყოფნა და ურთიერთობა მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი აღმოჩნდა. რჩევებს კი, რომლებსაც მათგან ყოველდღიურად იღებს, მთელი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე არასდროს დაივიწყებს. გაგვეთეზე ყოველთვის მოდის, არ არსებობს რომ დააგვიანოს, მოდის. მეც ადინო ძალიან რასაც ეტყვე, ყველაფერს ძალიან ადვილად ხებულობს. აი მაშინვე გააკეთებს ხოლმე ყველაფერს და ძალიან ნიჭიერი ბავშვია და ძალიან მეგობრული ურთიერთობაც აქვს. აი სასულე ორკესტრიც აქვს ჩვენ ქუთაისში და იქაც უკრავს. გვაქვს ის სიახლე, რომ უკვე მყავს ორკესტრში წევრად ყველაზე ახალგაზრდა ალბათ მთელ საქართველოში პროფესიულ ორკესტრში 15 წლის ჰობოისტი რამაზ სინაურიძე, რომელიც სწავლობს ჯერ სკოლაში. მე ის მოვისმინე ლიანა ისაკაძის სახელობის საორკესტრო საკრავთა საერთაშორისო კონკურსზე. მან მიიღო ერთ-ერთი პრიზიც, პრემიაც და ძალიან გაოცებული დავრჩი ამით. ჩვენი თანაქალაქელია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ მას, მივცეთ мотивация, ეს არის ნამდვილად დიდი მონაპოვარი ჩვენი ორკესტრისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და ვიმედოვნებ უკვე ჩვენი ქვეყნისთვისაც მალე.
ხურვალე ოვაციები, ხანგრძლივი ტაში, გულითადი მილოცვები და რა თქმა უნდა ქუთაისელი ხალხის დიდი სიყვარული. ეს 15 წლის რამაზ სინაურიძის პირველი დიდი ნაბიჯებია მუსიკალურ სამყაროში. სჯერა რომ ეს ემოციები მის ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ განმეორდება და არა მარტო ქუთაისი, არამედ მთელი მსოფლიო მის სახელსა და გვარს მალე გაიგებს.